Am წუთებში დიდი რაოდენობით პოლიცია და აღსრულების ბიუროს თანამშრომელია მობილიზებული თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე. ადგილზე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცედურა მიმდინარეობს. ადგილობრივები მთავარს აწვდიან ინფორმაციას, რომ კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. საუბარია დაახლოებით 150 ოჯახზე. პოლიციის გამოჩენას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, გადმოხდება. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით შენობები ავარიულია და იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათოა. საბას ხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო პროკურატურამ მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალი სრულად მოუხსნა. თუმცა ჯვებენაჭყები ამ ხვიტარიძე მაინც პატიმრობაში დატოვა. შეიარაღებული დაპირისპირება ტაილანდისა და კამბოჯას ჯარისკაცებს შორის. ტაილანდის ცნობით შეტაკებას 9 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს დებს ბრალს. კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ისინი მხოლოდ თავდაცვისთვის მოქმედებდნენ. ტაილანდური მხარე აცხადებს, რომ შეტაკებები კამბოჯის ჯარისკაცებმა წამოიწყეს. უკრაინელებმა ქალაქ სოჩზე დრონებით იერიში მიიტანეს. არსებული ცნობებით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის საცავზე. მომხდარის გამო სოჩში 60-მდე რეისი გადაიდო.